ჩვენ რო საუბრობთ 30 საუკუნოვან საქართველოს სახელმწიფოებრივ უწყვეტ ისტორიაზე, ათვლის წერტილი არის ეს და ათვლის წერტილს სწორედ ამ რეგიონიდან ვიღებ. აქედან იღებს სათავეს ბაგრატიონთა დინასტია და აქედან იღებს სათავეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეული. აქედან არის ზუსტად ქართლად ფრიად ქვეყანა ღირაცხებასაც ჟამი ქართულად შეიწებს. მესხეთის უმეტესი ნაწილი მოექცა თურქეთის შემადგენლობაში და ნაკლები ნაწილი საქართველოში. მახსოვს მე ერზრუმში რო ვიყავი, იქ არის გურჯი ბოღაზი, საქართველოს კარი. ძველი დიაოხის ბირთვი იყო ტაო. 1921 წელს ეს ტერიტორიები გადაეცა თურქეთს. ტაო და კლარჯეთი ძირითადად ეს არის ორი აუზი. ეს არის ჭოროხის აუზი და მტკვრის აუზი. ციხესიმაგრეთა დიდი ნაწილი არის აი ამ სამხრეთი საზღვრებზე ნაშენები ჩვენი წინაპრების მიერ. რუსეთმა დაგვიბრუნა ეს ტერიტორიები. 16 ტომი დაწერა სომხეთის ყვალი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიას. ცხენით, ჯორით, რაღაცა ეტლით. საბჭოთა ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული იყო დოგმა. უშუალოდ გრიგოლ ხანძთელის დაარსებული ორი მონასტრიდან ორივე სახელი იყო გამქრალი. ეს არის ჩემი ფავორიტი. ჟანდარმერია მოვიდა შეგვამოწვა და ამას კეთილ საიდან იცითო.